ახლა მივიდივარ რუსთაველზე, რომ დაქალს ვიყიდო კომიქსი. მე მივიდივარ დელიზე, რომ კიმჩისთვის რაღაცები ვიყიდო და კიმჩი გავყიდო. დავიდეთ. არცი მართალი ახლა ვიდახიან. ახალი წელი ახალი მე მაგრამ რაღაცა გძნობ რომ ახალი მე ვარ. თავის ახალი ვერსია ვარ. საბა პარსეკში ვიყავი. პარსეკი და ფარსეკი. ჩემი კაი მოკლედ რა. ვიყიდე კომიქსი სხვათა შორის აიეზაოს კომიქსებიც ჰქონდათ და ვერ ვიყიდე, მაგრამ მომავალში დაბრუნდები და შევიძენ დიახ. დღეს რამდენი ნაწილი ვნახეს ქუჩაში? ორი. და კიდევ ისიც. ორი მთრალი კაცი. მთრალი კაცი კი, მაგრამ მართლა. ერთს გათიშული ეძინა ავტობუსში. დიბატონი. ჩალო. მოკლედ. ვიდეო დიხატებისე. ეგوارმე. ეს მისთამაშო. მანქანა. იმჩის რაღაცებს აღარ წავიდით. სამწუხაროდ იმ დღეს, როდესაც მინდოდა, ეს მაღაზია ღია არისო და მომდენო დღის მე დაგელაპარაკებით, იმიტომ რომ კვლავ დავბრუნდი მან. მომდენო დღე არის და დღესაც მივიდივარ დელიზე, რომ ნახო ღია იქნება თუ არა მაღაზია. და ვიყიდო კიმჩისთვის რაღაცები, რომ დღეს საბოლოოდ გავაკეთო ეს კიმჩი. და განახლა პროცესი კიდევაც მზა სოუსი გაკეთებული მაქვს უკვე და მოცივაში და 2 დღეა. ამ კლიპში სოუს ინგრედიენტებზე ვსაუბრობ და ძალიან მოსაბეზრებელია, ამიტომ არ გვინდა. ეს აქ უკვე წავედით დელიზე, რო გვეყიდა გოჩუკარუ, კორეული ძაკა და ვეყიდე და ვიღებ ვიდეოს. ძალიან მაგარია. დიახ. წირა ხდება. არ ვიცი, მომდენო ვიდეოში რა ხდება, ალბათ სახში ვარ. რატო ეს ვიდეოზე გრძელი ღმერთო? გაჩერდი კლიპა. მორჩი არჩება. კაი დავიღალე. ესეც ასე სახში ვარ. ვიწყებ ამ კორეული არ და ჩინური კომპოსტოს გარე ფოთლების მოშორებას, იმიტომ რომ მაგის გამოყენება წესით არ შეიძლება, არ ვიცი რატო ალბათ ბინძურია და მაგიტომ ვაძრობ ყველა ამ გარე ფოთლს ორივე კომპოსტოს. შემდეგ ვრეცხავ, მაგრამ ეს გარეთხოვდით არაფერს არ მოიტანს, იმიტომ რომ კიდე 9 მილიონჯერ უნდა გავერცხოთ სამწუხაროდ ასეთი კიმჩის გაკეთების გრძელი და ტანჯვადი პროცესი. შემდეგ როგორც ხედავთ, შუაზე ვჭრი. შემდეგ ნახეთ რა შევით, სამკუთხედს ვჭრით ამ იმაში, რომ ეს მაგარი, რა ვიცი, თემი ქვია ქართულად არ ვიცი რა არის. რომ ამოვიღოთ, ანუ ეს ხარი ჭმევა. მეორესაც იმავეს ვუკეთებ უფრო სწორად და შემდეგ კომპოსტოსაც იმავეს გავუკეთებ. აქ ვჭრი პატარა ნაწილებად, იმიტომ რომ სტრაპ კიმჩის ვაკეთებ და არა ტრადიციულ კიმჩის. აი ეს ვებერთელა კიმჩი რამ ხელა ღმერთო ჩემი დანა, რავი, ებრძვის. რო გადარჩა მიყვარს ძალიან, მაგრამ კარგია. ამასაც სამკუთხედს ამოვუჭრი ასე ლაღაცა ყველად. იწვოდა ასე ლაღად არ ხეინა. ახლა იწვოდა ისე კარგად. არ ხეინეთ, მაგრამ ძალიან მალე ჩაარტყა. არც ეს ვიდეო კიმჩის გაკეთების ძალიან ცუდი ტუტორიალი რატო გახდა, მაგრამ ჭრი ისევ ამ ვებერთელა კიმჩს მე ვრეცხავ, მაგრამ კარგად არ ვრეცხავ, იმიტომ რომ კიდევ უნდა გავრეცხოს 9 მილიონჯერ. რა უბედურება ვინ მოიფიქრა ეს კიმჩი? რატომ მოწვალებთ მაო? რა გინდა რას მეჩი რა გინდა? გამოვიტანე ხა ჩემი მარილები. მოვაყარე ჩემი მარილები ჩემს კომპოსტოს ნაჭრებს. კარგად ავურიოთ, რო ჩავახრით მარილს მერეა. და მოკლედ ეგარი რა. ცოტა ნახევარსაათი უნდა დატოვა. მერე მეჭუკენი ვიღებ რა არის ხახვი. ხო, დავჭრი. ნიორს რატო ვიძახი ხავს ხალხო, ანუ ეს არის მზა სოუსი კიმჩის. ნიორის, აი ეხა ნიორის ფხვნილს ვაყრი. მეტი რას ვაყრი. ნიორის ფხვნილი. გასაგებია შემდეგ. გოჩუკარ და 5 ტეიბლსპუნი, რა ქვია, მაგირის კოვზი ჩავყარე. ნიორი არ და ხახვი ზემოთ. დავაყარე ცოტა შაქარი.
და ვურევ აუცილებლად მოვურიოთ. ახლა რო ვაედითებ არის შუა იანვარი და ძალიან გთხოვთ ნოსფერატუს impressions გავაკეთებ რა გთხოვ. You must bounce on it. Crazy style. Як 1 საათი მენდო კიმჩი და მარილში და მე წყალით გავავლე. აქ არ ჩანს, მაგრამ 1-3-4 ჯერ გავავლე ორივე იმას კომპოსტოს. დიახ. ღმერთო ჩემო, ძალიან ბევრი კლიპია. რომ წურავ ამ ბედურებას. აი ახლა კიდე ხელებით ვუწერ და ვუჭერ უბრალოდ და ზედმეტი წყალი რაც არის, მაგისგან ცლი. ეს არის ბრინჯის ფხვნილი არა და ვაიმე ქვილი არის, ხო? და ამ ქვილს წყალს უმატებ, მე დავალ პარზე დავდგამ და დავალოდები სანამ არ გამაგრდება რაღაცა ტყლარწივით არ გახდება რა. გადავათავსებ ახლა ამ соуს უფრო დიდ იმაში ქვაფში. ამას დავუმატებ ჩვენს ბრინჯის რაღაცა ნახარს. ბრინჯის ფულის ნახარს, არ ვიცი რა ქვია, რაღაცა ქვია მოსახელი მოხსოვს ამის. შემდეგ ავიღებ ამ პლასმასის კონტეინერი არის თუ რა არის ღმერთმა იცის. ჩავყრი სათითაოდ ასე ფენებად ჯერ იმას კომპოსტოს, მერე соуს და მერე ვურევ და ვალა ეს არის შედეგი. დიახ. გავაჩუქე ეს, მე თვითონ ჭამე, მაგრამ ბოლომდე ვერ დავასრულე. მადლობა. ყურებისთვის.